იმ კანონპროექტებზე, რომელზეც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თქვენ როგორ აფასებთ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას და ემზადებით თუ არა, რომ დაძლევთ კონსულტაციებით უკვე მიდის ვეტოს დასაძლევა? იცით თქვენ, რომ ძალიან დიდი ხანი ქონდა აღნიშნული კანონპროექტების განხილვა. დიდი ხნის განმავლობაში შემდეგ ველოდებოდით ვენეციის კომისიის დასკვნას, ბევრი გვსაყვედურობდა, მათ შორის ჩვენი კოლეგა უმრავლესობიდან, რომ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა და რომ ფერხდებოდა სასამართლო რეფორმა. თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ აუცილებელი იყო ვენეციის კომისიის დასკვნის დაალოდება და მათთან შეთანხმება, ვენეციის კომისიასთან შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ამასობაში შეთანხმებას მივაღწიეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. იუსტიციის მინისტრმა ძალიან ბევრი შრომა გასწია იმისთვის, რომ შეეჯერებინა პროექტი, რომელიც პარლამენტში გამოვიდა მეორე მოსმენით უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან. საბოლოოდ იყო სრულიად შეჯერებული ტექსტი, როგორც მასთან, ასევე ვენეციის კომისიის დასკვნებთან. თქვენ იცით, რომ სტრასბურგში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც ბატონმა ბუკიკიომ ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ მიესალმება ამ რეფორმას, სასამართლო რეფორმას და რომ ეს რეფორმა არის წინ გადადგმული ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ. თქვენ მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს პრეზიდენტი ადებს ვეტოს და გვიგზავნის თავის შენიშვნებს. ეს ვეტო ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან განხილვის პერიოდში მათ თქვეს და საქართველოს პრეზიდენტმაც ბრძანა, რომ ამ კანონპროექტს დაადებდა ვეტოს. ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის მხოლოდ მცდელობა იმისა, რომ შეფერხდეს სასამართლო რეფორმა. ვინაიდან ეს მართლა არის წინ გადადგმული ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობისაკენ, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, აქ იყვნენ დანიშნული და არარჩეული როგორც მოსამართლეები, ისევე სხვა წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევდა ღია კენჭისყრით, ირჩევდა ქვია, მაგრამ წარდგენის უფლება ამ ადამიანებისა ჰქონდა მხოლოდ ერთ კაცს, ეს იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მხოლოდ ის წარადგენდა და ღია კენჭისყრით უყრიდნენ მათ კენს. ეხლა შემოთავაზებულ ვარიანტში, რომელიც უკვე ჩვენი მედი გვაქვს, რომ იქცევა კანონად, მალე, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს, ეხლა არის, რომ ეს არის სფარული კენჭისყრა და ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მოსამართლეს აქვს უფლება, რომ წარადგინოს კანდიდატურა. მათ შორის საკუთარი თავიც და იქნეს არჩეული. მათ შორის იმ ადამიანებსაც აქვთ უფლება, ვინც ეხლა არიან უზენაესი იუსტიციის საბჭოს უპრესტორი წევრები და მათაც მივეცით ჩვენ საშუალება, რომ ხელმეორედ იყარონ კენჭი და თუ კი მოსამართლეთა კონფერენცია მათ ნდობას გამოუცხადებს, ისინი გახდებიან ისევ საბჭოს წევრები. საბჭო არის ორგანო, რომელიც დისციპლინარულ საკითხებს იხილავს მოსამართლეებისა და ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ ამ შენიშვნებით დასტურდება კიდევ ერთხელ რისი ეჭვიც იყო და რაც არაერთხელ გამოთქმულა უმრავლესობის მხრიდან, რომ ჩვენს პრეზიდენტს ყოფილ ხელისუფლებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომ აღარ ვილაპარაკოთ სასამართლო ხელისუფლებაზე მთლიანად, ყავს ჯიბეში და არ უნდა ამისი ხელიდან გაშვება, მაგრამ ეს ასე არ გამოუვა. ეს ვენეციის კომისიამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს რასაც ვაკეთებთ, ეს არ არის ამ სასამართლოების ჩვენ მხარეს გადმოწევა და ხა ჩვენთვის ჩვენი კონტროლის ქვეშ მოქცევა. ეს არის ნაბიჯი, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს დამოუკიდებელი, იყოს მიუკერძოებელი და პოლიტიკური ჩარევა აქ იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. დღევანდელი მდგომარეობით უმრავლესობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის წარმოდგენილი, მათ შორის თანამდებობრივად ექს-ოფიციო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, არის 2 წევრი არჩეული პარლამენტის მიერ უმრავლესობიდან და 1 წევრი არჩეული უმცირესობიდან. ჩვენ ამაზეც ვამბობთ უარს და ვაძლევთ საშუალებას ადვოკატებს, სამეცნიერო წრეებს, უმაღლეს სასწავლებლებს წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები და მათში იქნება არჩევა
იქნება არჩევნები სამტურად, იქნება მაქსიმალური შანსი იმისა, რომ ყველა კანდიდატმა მიიღოს, პარლამენტში არჩეულმა კანდიდატმა მიიღოს 2/3 ხმებისა, მაგრამ თუ ეს ასე არ იქნება და თუ 2/3-ით ვერ აირჩევა, მინიმუმ 2 წევრი სავალდებულოდ კანონის თანახმად იქნება ასარჩევი 2/3-ით. ანუ უმცირესობის ჩართულობა ამ 2/3 ჩართულობა ამ ორი კაცის არჩევაში იქნება გარანტირებული, მათ გარეშე თქვენ იცით, რომ ჩვენ 2/3 არ გვაქვს, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს დღევანდელ უმრავლესობას პარლამენტში და შესაბამისად მათ გარეშე ეს 2 წევრი ვერ აირჩევა. ეს არის ძირითადი რაც ამ მოგახსენებთ, ეს პროცედურულადაც არის შეუძლებელი. ჩვენ როგორც გითხარით, ძალიან ბევრი განხილვები ქონდა აღნიშნულ თემაზე, ძალიან ბევრი დავიკავად ნათეთ ჩვენს კოლეგებთან უმცირესობასთან, თუმცა ეს შენიშვნები, რომელიც ახლა აქვს პრეზიდენტს წარმოდგენილი, არც ალტერნატიული კანონპროექტის სახით არასოდეს არ დასმულა არც ერთი მათგანის მხრიდან. ფრაქციას აქვს იმისი უფლება, რომ ალტერნატიული კანონპროექტი დაისვას და კენჭი უყაროს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა. მსგავსი არაფერი ყოფილა, როდესაც მიდიოდა განხილვა და ეხა პროცედურა ითვალისწინებს შემდეგს. კანონპროექტი სახით არის წარმოდგენილი პრეზიდენტის შენიშვნები და ეს პრეზიდენტის შენიშვნები უნდა პირველ რიგში იქნას განხილული, ან უნდა გაიზიაროს პარლამენტმა, კენჭი უნდა იყაროს და გაიზიაროს და უკვე კანონად იქცეს, ან არა და უნდა დაძლიოს ვეტო და ის პირვანდელი ვერსია, რომელიც ჩვენ გავგზავნეთ საქართველოს პრეზიდენტს, ის უნდა იქნეს მიღებული. ასეთია პროცედურა, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ნამდვილად გავიზიაროთ ის შენიშვნები, ჩვენ ვაპირებთ რომ დავძლიოთ ვეტო, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არის მართლაც სასამართლოს დამოუკიდებლობისაგან გადადგმული ნაბიჯი. კაპიტანებიდან პრეზიდენტმა რაც გადმოაგზავნა იმ კანონპროექტში, ნათი ამრაზეს დასვა კითხვა, პრინციპში ყველა პოზიცია არის ძველი, ის რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უნდა შეუწყეს უფლებამოსილება ვადაზიადრე, რომ მათთვის მიუღებელია პარლამენტის მიერ დასამტკიცებელი ამ 6 კაცის არჩევის პროცედურა ამ ორ ტურად, რაზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ ერთადერთი რაც წავიკითხე შეიძლება მეშლება, მაგრამ სიახლე არის ის, რომ პრეზიდენტი ითხოვს, რომ მას კონდეს ერთი კანდიდატის დასახელების უფლება. მაშინ როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ უნდა მოხდეს დეპოლიტიზება არჩევის პროცესში, ეს მოთხოვნა რას ნიშნავს პრეზიდენტის მხრიდან? დიახ, ეს მოთხოვნა იყო პრეზიდენტის მხრიდან, მოთხოვნა ემყარება, ეს მოთხოვნა არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც მართლა რაღაცა საფუძველს ემყარება და მოგახსენებთ რა საფუძველს. ჩვენ მართლა ვაანალიზებთ ისეთ ყველა, იმიტომ რომ პრეზიდენტის ინიცირებულია რაღაცა ამას, იმიტომ არ უარყოფთ. ეს ემყარება იმას, რომ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ახალი პრეზიდენტის არჩევნების შემთხვევაში შევა ძალაში, იქ არის ჩანაწერი, რომ ერთი წევრი უნდა აირჩიოს მართლაც პრეზიდენტმა. ჯერ ეს კონსტიტუცია და საკონსტიტუციო რეფორმას რა ბედი ეწევა, ეს ცალკე განსახილველი საკითხია და ეს კონსტიტუცია თუნდაც სასამართლოების ნაწილში როგორ შევა ძალაში, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი სადაო თემაა. თქვენ იცით, რომ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემთხვევაში მოსამართლეები ინიშნებიან 3 დღემშიოთ. ამიტომ ეს კიდევ ცალკე ძალიან სერიოზული განხილვების თემაა და ამიტომ ამ ნაწილშიც რა თქმა უნდა არ ვაპირებთ ჩვენ ამის გაზიარებას, თუმცა თუ საქართველოს კონსტიტუცია შევა ძალაში ისე როგორც დღეს არის, ცხადია მერე მოგვიწევს რომ კონსტიტუციას აუწყოთ კანონი, რომელსაც მიიღებს პარლამენტი. დღეს მდგომარეობით არის ის, რაც მივიღეთ ჩვენ, ანუ სრულიად დეპოლიტიზირებული იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მათ შორის როგორც მოგახსენეთ, არც უმრავლესობის წარმომადგენლები არ იქნებიან იქ, არც უმცირესობის წარმომადგენლები, უმცირესობა ამის გარდა თქვენ გახსოვთ რომ ითხოვდა კვოტებს გარკვეულს, თუ არ იქნებოდნენ მათი წარმომადგენლები, მათი დასახელებული კანდიდატურები მაინც რომ ყოფილიყვნენ წარმოდგენილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუმცა როდესაც მე მაგალითად მე ვარ წარმოდგენილი, კიდაც უმრავლესობის ან უმცირესობის კვოტით, მაშინ მე მინდა თუ არ მინდა ვარ იმათი ინტერესების გამტარებელი. მე ვარ მათი წარმომადგენელი ამა თუ იმ ორგანოში, ამიტომ არ მიგვაჩნია ჩვენ მიზანშეწონილად კვოტირების საკითხის დასმა. რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, პრეზიდენტი ითხოვს ასევე რომ მოქმედი ფორმით დარჩეს და პარლამენტმა
ბრალდებულს დაუტოვოს არჩევანის თავისუფლება განიხილოს თუ არა მისი საქმე. თავის დროს, როდესაც შემოვიდა ეს პროექტი განსახილველად, იყო ზუსტად ეს ვარიანტი. შემდეგ იყო რომ მოსამართლის დისკრეცია უნდა ყოფილიყო, რომ მოსამართლეს უნდა გადაეწყვიტა, რას აპირებთ ამ მიმართულებით? ამ მიმართულებითაც არის იგივე საკითხი. პრეზიდენტმა რაღაცა ერთგვარი პროცედურული ომი გამოუცხადა საქართველოს პარლამენტს. იგი მე მგონი წულუკიანმა თქვა, რომ მართლაც შეასრულა თავის პირობა და თავის პარლამენტს, თავის ხალხს ჩაუდგა ოპოზიციაში და ჩვენ კიდე ერთ ვეტოს ველით ამის გარდა, რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებას. არაფერი ამასაც დავძლევთ და ამის мотивაციად ჩვენ გვაქვს. როდესაც ნაფიც-მსაჯულებზეა საუბარი, გახსოვთ თქვენ ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიტანა ნაფიც-მსაჯულის ინსტიტუტი, ეს მათი დამკვიდრებულია საქართველოში. მე პირადად როგორც ერთი იურისტი ამ სასამართლოს, ნაფიც-მსაჯულების სასამართლოს ვერ უყურებ თლად პერსპექტიულად საქართველოს ტიპის ქვეყანაში, თუმცა რახან ეს ჩვენ ახლა ამაზე არ გვიდავია, უნდა იყოს თუ არა ნაფიც-მსაჯულთა სასამართლო, თქვენ გახსოვთ რამხელა რეკლამირება გაუკეთეს და როგორი აღფრთოვანებით საუბრობდნენ, რომ ამაზე დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში არ მოგონილა და ნაფიც-მსაჯულები აწი რომ გაასამართლებენ ბრალდებულს, ეს იქნება ყველაზე სწორი, ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე სამართლიანი პროცესი. იმ ქვეყნებში, სადაც ნაფიც-მსაჯულები არსებობს, ზუსტად იმ ფორმით არსებობს, როგორც ჩვენ დღეს შემოვიტანეთ. მათ აქვთ შემოტანილი სანახევროდ, თან არის და თან არ არის. ესე ვერ იქნება. ან უნდა იყოს, ან უნდა არ იყოს. თუ ისინი თვლიან და თუ არა მარტო ისინი, მათ შორის ჩემი კოლეგა იურისტების დიდი ნაწილი, ეს მე არ ვეთანხმები პირადად, როგორც საერთოდ ამ ინსტიტუტს. მგონია რომ ჩვენი ტიპის ქვეყანაში ეს მთლად კარგად ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთის ნათესავ მეგობარ, ახლობელ, ნათელმირონები ვართ და ასე თუ ისე პატარა ქვეყანა ვართ და ძალიან არის ეს ჩვენში გამჯდარი ურთიერთ თაობებზე გადაც, მაგრამ ეს კიდევ ვიმეორებ, ეს სულ სხვა საკითხია და სულ სხვა მსჯელობის თემა. მათ შორის ჩვენი კოლეგებიც ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი არის ძალიან დემოკრატიული, ძალიან კარგი. მე ამაზე არ ვდაობ, უბრალოდ ჩვენი ტიპის ქვეყანაში რამდენად გაამართლებს, ეს სხვა საკითხია. ამიტომ იქ იმ ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ეს ნაფიც-მსაჯულების ინსტიტუტი არის სწორედ ისეთი, როგორიც შემოგვაქვს დღეს ჩვენ. ამიტომ რახან ეს სისტემა არის დემოკრატიული, კარგი, სამართლიანი, მაშინ უნდა იყოს სრულად ამოქმედებული და ისე უნდა იყოს ამოქმედებული, როგორიც არის კანონპროექტი. ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვეტო დავძლიოთ და გაუგზავნოთ საქართველოს პრეზიდენტს, თუ ის ხელს არ მოაწერს ამ კანონპროექტს, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს და გამოაქვეყნებს მას. მაშინ როდესაც ჩვენ ტელევიზიით ვისმენთ უამრავ ყოფილ ჩინოსანზე სხვადასხვა ინფორმაციას და გარკვეულწილად საზოგადოებაში აზრი არის ჩამოყალიბებული, მათ შორის თქვენი გუნდის მიერ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დამნაშავეები. ამ შემთხვევაში ამ ფონზე, ამ განცხადებების ფონზე რამდენად მოხერხდება მიუკვირვებელი ნაფიც-მსაჯულების არჩევა, რომ მათ წინასწარ არ ქონდეთ შთაბეჭდილება შექმნილი განსაკუთრებით. ამას გავაკეთებთ შეიძლება გუშინ მაგალითად მარიამ საჯარია ამბობდა, რომ მათ არ აქვს სამართლებრივად მყარი არგუმენტები და სწორედ ამიტომ ხალხის ხელისუფლებას უნდა რომ გაასამართლონ ყოფილი ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები. სწორედ ამაზეა საუბარი. თუ ჩვენ საუბრობთ ერთ მოსამართლეზე, რომელმაც უნდა გამოუტანოს განაჩენი ამა თუ იმ თუნდაც მაღალი რანგის თანამდებობის პირს, რატომ არ ვენდობით მაშინ ნაფიც-მსაჯულებს? რატომ ეს ხომ საზოგადოების წარმომადგენლები არიან? იქ არის მთელი პროცედურა. რა თქმა უნდა, მტკიცებულებების გარეშე შინაგანი წმინდის საფუძველზე გამოაქვთ ნაფიც-მსაჯულს გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ალბათობა იმის, რომ ემოციურ ფონზე მიიღოს მან გადაწყვეტილება იმ განცხადებების გავლენის ქვეშ ყოფნა ადამიანმა, რომელიც ისმის ყოველდღიურად.
იქ არის ძალიან დიდი და სერიოზული პროცედურა, როგორ უნდა იქნეს არჩეული ნაფიც იმსაჯულები. მართლა ძალიან რთულად ამოსარჩევი პროცედურაა, თქვენ თუ გაეცნობით იქ მთელი ამბებია, როგორ არ უნდა იცნობდნენ, როგორ უნდა იყვნენ დამოუკიდებელი, საერთოდ უნდა კავშირი არ უნდა ქონდეთ არანაირი ამ საქმესთან, სადაც ისინი ნაფიც იმსაჯულებთან მიდიან და მე ცოტა პირიქით უყურებ, თუ ერთმა ადამიანმა ერთ ადამიანს უნდა ვენდოთ და ერთმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს ამა თუ იმ ადამიანის ბედი, როდესაც მძიმე დანაშაულზე არის საუბარი, მაშინ რატომ არ უნდა ვენდოთ ნაფიც მსაჯულებს და რატომ არ უნდა გამოიტანონ მან საბოლოო ვერდიქტი. ესე არ არის მთლად იგივე მოსამართლეს, თუ თავისი შინაგანი რწმენით იღებს გადაწყვეტილებას და მას მიაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები, რომელიც წარმოუდგინა ბრალდების მხარემ, ეს მისთვის არის საკმარისი, მოსამართლეს ამას არავინ შემდეგ აღარასოდეს აღარ მოკითხავს, ხო? ისევე როგორც ნაფიც მსაჯულებს. უბრალოდ მე მაინტერესებს თქვენი შეფასება კოტე კუბლაშვილის დღევანდელ განცხადებაზე. მან თქვა ესეთი რაღაც, რომ უზენაესი სასამართლო დაეთანხმება იმას, რასაც მიიღებს პარლამენტი. თუმცა მან ნაწილობრივ უარყო, რომ მასთან ესეთ შეთანხმებები რაღაც არ ყოფილა, რასაც გუშინ მართველი გუნდი და თქვენც აცხადებით, რომ დაუშვათ იყო შეთანხმება და ამას ეთანხმებოდა უზენაესი სასამართლოც. მან თქვა, რომ ის არ ეთანხმება, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად უნდა იცვლებოდნენ ამავე დროს უზენაესი უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც და ზუსტად ეს განსხვავებები არის და რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან თანხვედრა, მან თქვა, რომ ვენეციის რეკომენდაციები არ იქ ნაწილობრივ იყო გათვალისწინებული სრულად არა, უბრალოდ თქვა ესეთ ფორმულირებს, რომ თითქმის სრულად ცვლის შემადგენლობას და ეს მისთვის მიუღებელია, თუმცა დაეთანხმება იმას, რასაც გადაწყვეტს პარლამენტი, ანუ თანხვედრაზე მაინც არ გაუმახვილებია ყურადღება. და საინტერესოა, მე არ მისმენია სამწუხაროდ კოტე კუბლაშვილის ამ განცხადებისთვის აუცილებლად მოусმენ, თუმცა მე სრული პასუხისმგებლობით ვიძახი და კოტეც არ უარყოფდა დღემდე, მე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ერთხელ მას მსგავსი ტიპის განცხადება არ გაუკეთებია, როდესაც იუსტიციის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და უმრავლესობა აპელირებდით იმაზე, რომ ეს შეთანხმებული იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. ამაზე სერიოზული დავაც იყო პარლამენტში და ჩვენმა კოლეგებმა უმცირესობიდან თქვეს, რომ კი ბატონო, თქვენ თუ გაქვთ ეს შეთანხმებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთანაც გაქვთ შეთანხმებული და ამას ჩვენც ვეთანხმებითო. ძალიან საინტერესოა, მე აუცილებლად მოусმენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს. რაც შეეხება მან უარყო პირდაპირ თანხვედრა ვენეციის კომისიასთან ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, სრულად არ იყო და სრულად ცვლის იმას იმ სურათს, რაც შეიძლება იყოს. რაც შეეხება ვენეციის კომისიას დასკვნების გათვალისწინებას, ეს ჩვენი მოგონილი არ არის, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ბუკიკიომ, როდესაც პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი გამართა, მან თქვა, რომ მიესალმება სასამართლო რეფორმას, სიტყვასიტყვით ესე თქვა და რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობისაკენ. დიახ. არის გუშინ შეერთებული საუბრობდა, რომ ჯანი ბუკიკიოსთან მხოლოდ ეს გადაეგზავნაო საბოლოო დაზუსტებული ვარიანტება. ვენეციის კომისიას ეს არ განუხილავსო და შესაბამისად არ უმსჯელია ახალ ვარიანტებთან დაკავშირებით და ანგარიში, რომელიც სავარაუდოდ ერთ თვეში გამოქვეყნდება, აი იქ იქნება დაზუსტებული პოზიციაო და არ გამორიცხა მართველი გუნდის უკაცრავად უმცირესობის წარმომადგენელმა, შეიძლება აცდენილი იყოს ბუკიკიოს ამჟამინდელი და სამომავლო პოზიციები, ვინაიდან რეალური სურათის მქონე დოკუმენტაცია მას არ გააჩნდა და არ განუხილავს. აი ამაზე რა სიტყვით? მე არ ამგონია და არ ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის თავმჯდომარე აკეთებდეს განცხადებებს ისე, რომ მას არ ქონდეს ნანახი ეს დოკუმენტი. ეს მისგან იქნებოდა ძალიან ღრმად არასერიოზული. კიდევ ვიმეორებ, არაფრით არ მგონია. ამას ჩვენ არ ვამბობთ რაღაცა მოგონილ ფაქტებზე, თქვენ თვითონ მოусმინეთ ეს კომენტარები, რომელიც მან გააკეთა სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ამ თემას და თქვა ის, რაც თქვა შესაბამისად კი ბატონო ჩვენ დაველოდებით მათ დასკვნას, მაგრამ თუ ესეთი განცხადებებს აკეთებს თავმჯდომარე ვენეციის კომისიისა, ისე რომ არ აქვს ნანახი ესეთი ის დოკუმენტი, რაზეც ის საუბრობს, მე არ მგონია, რომ ეს თვათ სწორი შეფასება იყოს ჩვენი კოლეგებისგან, მაგრამ დაველოდოთ კი ბატონო ამას. იქ იყო ჩანაწერი, თუ გნებავთ ეს და გავიაროთ დეტალურად. მაგალითად, იქ იყო ერთ-ერთი ჩანაწერი, სადაც ჩვენ გვაძლევდა
საშუალებას რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობდნენ უბრალოდ. ერთი ვარიანტი იყო, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დაუშვათ კვოტირება, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო უმცირესობის, საერთოდ მათ შემოგთავაზეს, რომ უმცირესობის ხმები, უმცირესობის მოსაზრებები ყოფილიყო აუცილებლად გათვალისწინებული ამ კანონპროექტში. ერთი ვერსია იყო ამისა, წავსულიყავით კვოტირების გზით, მეორე ვერსია იყო წავსულიყავით იმ გზით, რაც ჩვენ წავედით 2/3 გზით. ჩვენ წავედით ამ მეორე გზით და როგორც ხედავთ, მათ ამასთან პრობლემები არ ქონიათ. ანუ ალტერნატივები თავადვე იდო ამ დასკვნაში, ის არ იყო იმპერატიული რაღაც, რომ მაინდა-მაინც ესე მოიქეცით, ან აი მაინდა-მაინც ამ გზით წადით, თუმცა უმცირესობის მოსაზრებები ამ არჩევისას, იმ წევრების არჩევისას, რომელიც პარლამენტმა უნდა აერჩიოს, იქნება სავალდებულად გათვალისწინებული მინიმუმ 2 წევრზე. თუ არა და მათ ექნებათ შესაძლებლობა და 3 ტური ზუსტად ამიტომ არის შემოტანილი ამ კანონპროექტში და არა გამარტივებულად უბრალოდ უმრავლესობით არჩევა წევრებისა, რომ მაქსიმალურად ყველა წევრის შესაძლებლობა იყოს აირჩიეს 2/3. ჩვენ გვაქვს 10 დღე პრეზიდენტს ან დავძლიოთ ვეტო და ან არა და მივიღოთ მისი შემოთავაზებული კანონპროექტი. ჩვენ 4 შაბათს, მომავლის ისე კვირის 4 შაბათს ვაპირებთ ვეტოს დაძლევას ორივე კანონთან მიმართებაში. შემდეგ პრეზიდენტს აქვს კიდევ 10 დღე სამუშაო დღეებზეა საუბარი, რომ მან ხელი მოაწეროს, ან არა და პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს და აქვეყნებს. თუ რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტს ჯერჯერობით, თუმცა პარლამენტის მიერ უკვე მიღებულია, მაგრამ ჯერის ძალაში არ არის შესული. ის გულისხმობს შემდეგს. დღევანდელ საკონსტიტუციო სასამართლოს ესა თუ ის ნორმატიული აქტი, რომელიც ექნებოდა გაჩერებული, შეიძლება გაწერილიყო 9 თვის განმავლობაში. 9 თვე შეიძლება და ყოფილიყო ესა თუ ის აქტი გაჩერებული. ჩვენი მიღებული კანონით ჩვენ მათ ვაძლევთ 1 თვის განმავლობაში, 1 თვის ვადას და ამ 1 თვის განმავლობაში ეს კანონპროექტი, რომელიც არის შეჩერებული, ეს თუ არ მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება, მაშინ უნდა აღდგა. მე ვერ გეტყვით, ერთადერთი მიზანი მე რასაც ხედავ ამ ვეტოს დადების არის ზუსტად გაჭიანურება სასამართლო რეფორმისა, მათ შორის ძალიან სერიოზულად. თუმცა პროცედურებს ჩვენ გვერდს ვერ აუვლით ვერანაირად. ამიტომ დეტალებში ვყვებით, რა ვის რამდენი დღე აქვს და როგორ. ჩვენ ეს პროცედურები უნდა დავიცვათ და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ. მეტი გამოსავალი საქართველოს მთავრობას და პარლამენტს არ აქვს ნამდვილად. და არ ვაპირებთ, როგორც წინა ხელისუფლება იქცეოდა ხოლმე, მაგალითად დაჩქარებული წესითაც მიუღიათ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება, რაც კატეგორიულად დაუშვებელი და წარმოუდგენელია. ასეთ პროცედურების გვერდისავლას ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ. არა, თუ ეს საკონსტიტუციო სასამართლოში აღარ გასაჩივრდა, მაშინ არა. ანუ ამის შემდეგ პრეზიდენტს აქვს 10 დღე, რომ მან ხელი მოაწეროს და გამოაქვეყნოს კანონი, ან არა და მაშინ შემდეგ წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს და აქვეყნებს კანონს. ეს არის სამუშაო დღეებზე საუბარი.
შესაბამისად თქვენ იცით რომ ეხა აღდგომა მოდის, ბევრი არასამუშაო დღე ემთხვევა, ამიტომ არ დამითვლია ზუსტად რა რიცხვი უწევს. თუმცა 4 შაბათს ჩვენ ვაპირებთ რომ დავძლიოთ ვეტო და შემდეგ როგორც მოუწევს იმის მიხედვით თუ პარლამენტის თავმჯდომარე თუ პრეზიდენტი არ მოაწერს ამას ხელს, პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს და გამოაქვეყნებს ისევე როგორც მოვიქეცით ამნისტიის კანონთან მიმართებაში. ქალბატონო ირინა, გუშინდელ განცხადებას ანდრო ბარნოვის იქნებ გამოეხმაუროთ, რომლის თანახმადაც ორი პირი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურს ექვემდებარება, შეაღწია პრეზიდენტის რეზიდენციაში და იქ იყო საუბარი, რომ შეიძლება რაღაცა დოკუმენტების გატანაც მომხდარიყო და დაინტერესებაც მოსთხოვეს შესაბამის ორგანოებს, რომ გამოძიება დაწყებულიყო. ანუ იქ დაისვაკითხა თუ ვის მიერ მოხდა ამ პირების შესვლა და ვინ გასცა ბრძანება, რადგან როგორც ვიცით, პრემიერს ექვემდებარება შესაბამისი სამსახურების სახელმწიფო დაცვის და იქნება ამასთან დაკავშირებით გაარკვევა. კი ბატონო, პრემიერს ექვემდებარება სახელმწიფო პრემიერს არა, საქართველოს მთავრობას ექვემდებარება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომელმაც გააკეთა შესაბამისი განცხადება, არა ისე როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიღაცამ სადღაც რომელიღაც საოთახში რატომღაც მერე პასუხი არ გამცა, მერე წავიდა, არა, კონკრეტული სახელებით და გვარებით, რომ აქ იყო დაზიანებული სპეცკავშირების აპარატურა, რომლითაც უკავშირდებიან დაცვას, რომ იყო გამოძახება კონკრეტული სახელები და გვარები, კონკრეტული ოფიცრები მივიდნენ შესასწორებლად ამ აპარატურისა, გახსნეს ის კარადა, საიდანაც უნდა ყოფილიყო საიდანაც უნდა მომხდარიყო დაზიანების აღმოფხვრა, თუმცა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ჩავიდა და კატეგორიულად მოითხოვა, რომ დაეტოვებინათ მათ დარბაზი, კონკრეტული მანქანაა, მანქანის ნომერი, სახელები, გვარები, ეს დამალული ინფორმაცია არ არის. და მე მგონი რომ ესეთი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს არც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან და არც პოლიტიკოსების მხრიდან. ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე თემა, რომელიც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, მაღალი რანგის თანამდებობის პირების დაცვას და ის განცხადება, რომელიც გააკეთა ანდრო ბარნოვმა, იყო რაღაცა უფრო მეტად პოლიტიკური, ვიდრე საქმეზე ორიენტირებული, ვიდრე პროფესიონალური განცხადება. ამას უპასუხა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა და მე არ ამგონია რომ ჩვენ უნდა ვაქციოთ ეს პოლიტიკური დებატების თემად. გარკვეულწილად. ბოლოს ვიხილეთ რეფორმა თქვენი ინიციატივით შესული, ეს საკითხიც გარკვეულად გამოკიდებულია, ესე ღია არის და ხომ არ ფიქრობთ რომ ურტყამენ უხეშად რომ თქვა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახური დღეს არის ერთიანი, მიუხედავად იმისა, რომ კანონში არის ცოტა სხვა ჩანაწერი, მათი დაჟინებული მოთხოვნით. სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავს როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეებს, ასევე საქართველოს პატრიარქს. ეს არის სამსახური, რომელიც ორიენტირებულია მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე. მე კიდევ ვიმეორებ, პოლიტიკური სპეკულირება აი ამ სამსახურით არის ძალიან არასწორი, ძალიან სახიფათო, ძალიან საშიში და ყველას მოუწოდებ, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებს, რომ ამ სამსახურზე პოლიტიკური სპეკულაციებს დავანებოთ თავი. და ვისაუბროთ კონკრეტულად, თემატურად, ვისაუბროთ პროფესიონალურად, ისევე როგორც უპასუხა ამ დაცვის სამსახურმა, კონკრეტული სახელებით, გვარებით, არაფერი დასამალი იქ არ ყოფილა. ლევან, შენ. ლევან. სამი ახალი თქვა? არა. პოლიცია რაც შეეხება პოლიცსაბჭოს, ყობა დავითაშვილი მოგეხსენებათ, რომ არ არის პარტია ქართული ოცნების წევრი. იგი არის თავისი პარტია, ხალხის პარტიის ხელმძღვანელი და შესაბამისად პარტია ქართული ოცნების პოლიცსაბჭო მის თაობაზე ვერ იმსჯელებს, იმიტომ რომ უნდა იყოს პარტიის წევრი, რომ იმსჯელოს. სავარაუდოდ თუ იქნება მსჯელობა, იქნება უმრავლესობის შიგნით, თუმცა რამდენადაც მეუსმინე ყობამ რომ მას სიტყვა კორუფცია მინისტრთან მიმართებაში არ უხსენებია და თითქოს ეს ჟურნალისტის ინტერპრეტაცია იყო და მას აქვს რაღაც შეკითხვები. ბატონი მინისტრი მზად არის რომ ამ შეკითხვებს უპასუხოს, თუმცა იგი ერთხელ უკვე გახდათ ამ შეკითხვების საპასუხოდ ზუსტად საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის ხდომაზე, სადაც არ ესწრებოდა ბატონიკობა, მაგრამ იგი კიდევ ერთხელ მზად არის მინისტრს გულისხმობ ჩამოვიდეს და უპასუხოს ყველა შეკითხვას, რომელიც არის დასწრებული.
ვერ გეტყვით, შეიძლება უმრავლესობა მიმსჯელოს ამის თაობაზე, მაგრამ არა პარტიის პოლიტსაბჭო. კი, ვეტოს დაძლევა არის პროკურატურის კანონი მეორე მოსმენით, რომელიც პროკურატურის რეფორმას გულისხმობს და მართლა ძალიან სერიოზულია, არის შრომის კანონთა კოდექსი ასევე მეორე მოსმენით, არის რამდენიმე ელჩის კანდიდატურის დამტკიცება და შემდეგ პრეზიდენტისთვის გაგზავნა. არ არის სამწუხაროდ ჯაფარიძე და როდესაც პრემიერი სტრასბურგში ამბობდა, რომ ელჩებს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა, თედო ჯაფარიძე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ჩვენ გაუგზავნეთ საქართველოს პრეზიდენტად, დღემდე ის წარდგენილი არ არის. და მერე იყო ძალიან უცნაური პროცედურა იმ ელჩებზეც, რომელიც დღეს უკვე დამტკიცებულები არიან, რომ საქართველოს პრეზიდენტმა როდესაც გამოგვიგზავნა დასამტკიცებლად ელჩები და ჩვენ დავამტკიცეთ მისი წარმოდგენილი კანდიდატურები, შემდეგ გავიდა თვეები და პრეზიდენტს მათ დანიშვნაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი. აი ესეთი უცნაური პროცედურები არა არის, არ გახლავთ, არის 5 ელჩი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ და სავარაუდოდ თანხმობას ვეტყვით ჩვენ ამ ელჩებს და შემდეგ იმედია, რომ პრეზიდენტი დროულად მოაწერს, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული პრობლემები იქნება მერე. არის გამოწვეული ძველი ელჩი და იმ ქვეყანაში არ არის ჩასული ახალი ელჩი და ეს გესმით ქვეყნისთვის რამხელა პრობლემაა. ვიმსჯელებთ ამის თაობაზე, იქნება მსჯელობა ოკუპირებული ტერიტორიების კანონპროექტზეც. გადაიდო, იმიტომ რომ მომხსენებელი ხალბატონი ქეთევან ციხალაშვილი, რომელიც გახლავთ პაატა ზაქარიაშვილის მოადგილე, სამწუხაროდ ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა ჩამოყალიბება. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები